პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთი თავისი უაზრო სიტყვა წარმოთქვა. ამჯერად მაუნთ რაშმორზე, ამერიკის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ჩვენი მიზნებისთვის მოდით უბრალოდ მოусმინოთ მის მცირე ამონარიდს. ჩვენ შევქმნით ყველაზე ძლიერი და მძლავრი სამხედრო ძალა. ჩვენ მოვიგეთ ორი მსოფლიო ომი, ცივი ომი, ამერიკის მტრები ისტორიის სიღრმეებში დავტოვეთ. ვენესუელა ერთ დღეში დავამარცხეთ და ირანსაც ძლიერად დავარტყით. მათ ასე ძალიან უნდათ შეთანხმება. მათ ერთი კვირა დავასვენეთ აკრძალვისთვის, რადგან მალე კეთილები ვიქნებით. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მათ ერთი კვირა დავასვენეთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ალი ხამენეის, უზენაესი ლიდერის დაკრძალვა, რომელიც 28 თებერვალს ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. დიახ, მარკ, გვითხარი ცოტა რამ ამ დაკრძალვაზე და იმ ერთკვირიან შესვენებაზე. ამიტომ ერთკვირიანი შესვენება აშკარად ის არის, რაც ამერიკელებმა გადაწყვიტეს ირანის ხელმძღვანელობის მიმართ კეთილგანწყობის გამო, რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, რაც არ უნდა სდომოდათ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა თქვეს, რომ ერთი კვირა გექნებათ დასვენება და არ დაგესხმებით თავს, ეს ეფუძნებოდა იმ ვარაუდს, რომ ირანელები არ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს წინა კვირას და არ დაიწყებდნენ გემებზე სროლას სრუტეში ისევ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ირანელებსაც აინტერესებს სიმშვიდე და ისინი არ აწყობენ პროვოკაციებს. და მიზეზი, რატომაც ისინი არ აწყობენ პროვოკაციებს, მიზეზი, რატომაც მათ სურთ სიმშვიდე, არის ის, რომ ისინი იყენებენ გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვას, როგორც პროპაგანდის ფესტივალს. ისინი სურთ უთხრან სოფლიოს, სურთ უთხრან ყველას, რამდენად დამწუხრებულია ირანის ხალხი, რომ ყველა ტირის, რომ ყველა განიცდის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებას. და ეს აშკარად ტყუილია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა ირანში იანვარში. ჩვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდნენ იქ ადამიანები დემონსტრაციებზე ამ სასტიკი, ავტორიტარული, სასულიერო, ექსტრემისტული და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ იქ ხალხი დაღლილია აიათოლას ისლამური რესპუბლიკით. და მიუხედავად ამისა, რეჟიმი თავისი იძულების უნარითა და ავტორიტარული სასტიკი მმართველობით ავრცელებს ფოტოებს, სადაც ყველა ეს ადამიანი ტირის და განაცხენებულია. ჩემთვის ნათელია, რომ ეს ორგანიზებულია. გლოვა, რომ ეს ორგანიზებულია. ისინი სურთ აჩვენონ არა მხოლოდ ის, რომ გადაურჩნენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშს, არამედ ხალხი ერთიანია საყვარელი რეჟიმის, ყოფილი ლიდერისა და ახალი ლიდერის უკან, რომელსაც რა თქმა უნდა არავის არასდროს უნახავს. ირონიულად, ეს პროპაგანდა როგორც ჩანს მუშაობს, რადგან ტრამპმაც თქვა, ჰეი, მე მეგონა ირანის ხალხს ზულდა თავისი რეჟიმი, ასე მესმის. და შეხედეთ ამ ხალხს, რომლებიც გამოდიან უზენაესი ლიდერის სიკვდილზე დასატირებლად. ეხლა პირველ რიგში ირანს ჰყავს 93 მილიონი მოსახლე. ვინც გამოვიდა, კარგად არ ვიცით, მაგრამ ბევრი მათგანი რეჟიმის ოჯახებია. ასევე ჩამოყვანილი ჯიჰადისტები ერაყიდან და სხვა ადგილებიდან. და რომ აღარაფერი ვთქვათ, 70 ქვეყნის ყველა სტუმარზე. და სანამ ამ თემაზე ვსაუბრობთ, სანამ მივალთ იმაზე თუ რომელი სტუმრები იყვნენ ისინი, იცი ეს მართლა საზიზღარია. როცა უხურებთ ამასობაში ორი მთავარი მომლაპარაკებელი, ესე ვთქვათ, მომლაპარაკებელი, რომლებიც ყატარში მიდიან წარმომადგენლებთან შესახვედრად, მიდიან და პაკისტანი შუამავლობს ამ ყველაფერში. ჩვენ გვყავს ორი მომლაპარაკებელი ირანიდან. ეს არიან არეგ ღოჩი და ხალიბაფი. შეხედეთ, როგორ ტირიან კუბოსთან. პირველ რიგში ეს ისეთი ყალბით ირილია. მგონია ამ კაცს მსახიობობის გაკვეთილები სჭირდება. მაგრამ იცით, ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მთელი ინტერნეტი დასცინის მას ამ გადაჭარბებული ტირილის გამო. ასე რომ ავტორიტარულ რეჟიმებში დიდი ტრადიციაა, რომ ხალხი ტირის გარდაცვლილებზე და ამას პოლიტიკური მიზეზებით აკეთებენ, თავს იკატუნებენ.
პირველ რიგში არ ვფიქრობ, რომ 100%-ით შეიძლება გამოირიცხოს ის შესაძლებლობა, რომ ის მართლაც უზენაესი ლიდერის, ეხლა უკვე გარდაცვლილის პროტეჟე იყო და ამიტომაც ნამდვილად დამწუხრებულია. შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით უფრო სავარაუდოა, რომ ეს ისეთივეა, როგორც იცით, როცა ლენინი გარდაიცვალა და სტალინს უნდა ეჩვენებინა, რამდენად დამწუხრებული იყო და რამდენად ერთგული იყო ლენინის მიმართ. თუმცა ვიცით, რომ ლენინის მმართველობის ბოლო რამდენიმე თვეში ლენინსა და სტალინს შორის დიდი დაძაბულობა იყო. მაგრამ არა, ხალხმა, კამერებმა უნდა ნახონ სტალინი, ერთგული ბოლშევიკი, რომელიც სტირის, რადგან ლენინი გარდაიცვალა. როცა სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა, იგივე მოხდა. ყველა ეს საბჭოთა კავშირის ლიდერი ტიროდა და გლოობდა. და რა თქმა უნდა, ისინი ყველა ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ სტალინი მოკვდა. ჩინეთში, როცა მაო ძედუნი გარდაიცვალა, ყველა ის ადამიანი, ვინც მაომ დევნა, იქ იყო, ტიროდა და განაცხენებული იყო. და ბოლოს სინამდვილეში ისინი გახარებულები იყვნენ, რომ მოხუცმა ბოლოს და ბოლოს თავი დააღწია ამ ქვეყანას. ასე რომ, რასაც ახლა ხედავთ, ეს არის ამგვარი დაკრძალვა ირანში. და ვინც კი ამ სურათებს უჯერებს, ვინც ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია, რომ ეს არის პოლიტიკური თეატრი, რომელიც ემსახურება რეჟიმის პოლიტიკურ მიზნებსა და დრის წესრიგს, თუ ამას ვერ ხვდებით, თუ ამ სურათებს უპირობოდ იჯერებთ, ეთყობა თავი უნდა შეამოწმებინოთ. და სხვათა შორის იცით, იმ ადამიანებიდან, ვინც ქუჩაში იყო და დაკრძალვაზე მივიდა, ბევრს უბრალოდ ეშინოდა, რომ არ მისულიყო. არ დავივიწყოთ, რომ ისინი მართლაც ჯერათ პრეზიდენტი ტრამპის, რომელმაც თქვა, რომ დახმარება მოდის და მართლაც ასე იყო, ომი დაიწყო და ასე შემდეგ და ახლა შეჩერდა. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ღელავენ საკუთარ კეთილდღეობაზე და სრულიად სამართლიანად. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, ირანი იცით, ისლამური რესპუბლიკა სრულიად დამარცხებულია. ეს ასე არ არის, რადგან ისინი ჯერ კიდევ დგანან. და ის ამბობს, რომ ისინი გარიგებაზე მისასვლელად ყველაფერს აკეთებენ. თუ ასეა, თუ ისინი გარიგებაზე მისასვლელად ყველაფერს აკეთებენ, გარდა იმ გარიგებისა, რომელიც მათ გამარჯვებას მოუტანს, მაშინ მათ თეთრი დროშა უნდა აფრიალონ და ყველა მოთხოვნას დათანხმდნენ და არა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება აწარმოონ. და რა თქმა უნდა, შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ჩვენ ყველას დავამარცხეთ, ყველა ეს ომი მოვიგეთ. ის მათ ჩამოთვლის. და ეს არ არის ის დრო, როცა უნდა მოლაპარაკება აწარმოო რომელიმე პატარა ავტოკრატიულ, თეოკრატიულ ბოროტ რეჟიმთან. თუ სამხედრო გზით დაამარცხე ისინი, რაც მან გააკეთა, მაგრამ მხოლოდ სამხედრო გამარჯვება ვება საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებიდან, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ბევრი ამას გააზრებულად აკეთებდა. იმიტომ რომ თუ ეს რეჟიმი დარჩებოდა ძალაუფლებაში, მათ უნდა ეჩვენებინათ თავიანთი ერთგულება, თორემ მოკვდებოდნენ. ამიტომ ჩვენ ნამდვილად უნდა გამოვხატოთ თანაგრძნობა ირანის ხალხის მიმართ. ერთხელ საერთაშორისო კონფერენციაზე მივედი და იქ ირანელი დელეგაცია იყო. და იქ იყო ერთი კაცი, უკეთესი სიტყვის არქონის გამო. ის მათი კომისარი იყო. ის ამოწმებდა, რომ ყველა მწყობში ყოფილიყო და ყველა სწორ რამეს ამბობდა. ის იყო მათი ადამიანი, რომელიც თითქოს მათ ზედამხედველობდა და დარწმუნდებოდა, რომ თუ პარტიის ხაზს არ გახვებოდნენ, ამას შედეგები მოხვებოდა. თქვათ, თქვენ ირანის სკოლაში მასწავლებელი ხართ. დიახ, და რეჟიმი არ მოგწონთ. მაგრამ თუ დირექტორი ან სკოლის კომისარი შენ დემონსტრაციაზე უკაცრავად დაკრძალვაზე არ მიხვალ და არ იტირებ, შენ სახელს ჩაიწერე. შეიძლება ხვალ სამსახური აღარ კონდეს. ან კიდევ უარესი, შეიძლება ციხეში მოხდე. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუ სამუშაო ადგილი გაქვს, თუ შენობა გაქვს. იცი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, არის სახლის კომიტეტი და არის ადამიანი, რომელიც შენობის კომიტეტს ხელმძღვანელობს. და თუ რომელიმე მაცხოვრებელი სახლში დარჩება და არ წავა, ხომ გესმის, ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. და ასე რომ კიდევ ერთხელ როცა ხედავ ხალხს ქუჩაში და კიდევ ერთხელ სწორად თქვი, ირანში 90 მილიონზე მეტი ადამიანია. ასე რომ ირანში, თეირანში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის შეკრება დაკრძალვაზე პრობლემა არ არის, ხომ ასეა? და კამერები მხოლოდ ბრბოზე გაამახვილებენ ყურადღებას. ისინი არ გაამახვილებენ ყურადღებას იმ ადამიანებზე, ვინც იქ არ არის, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც აკონტროლებს ირანიდან გამოსულ ყველა ვიზუალურ გამოსახულებას, რადგან ინტერნეტი არ გახსნილა. და ამ ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. და რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ ირანიდან გავრცელებულ მასობრივი გლოვის ამ ფოტოებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ისინი ყალბია. ისინი მზადდება რეჟიმის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის. ამაში სრულიად გეთანხმებით. მაგრამ ეხლა მოდით ცოტა ვისაუბროთ იმაზე, რომ როგორც ჩანს, დაკრძალვას 70 ქვეყნიდან დელეგაციები ესწრებოდნენ. ეხლა ეს დაკრძალვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ის გაგრძელდება. ის თეირანიდან ქომში გადავიდა და შემდეგ ერახში იქნება. ეს ერთ-ერთი ესეთი ხანგრძლივი დაკრძალვაა. ამიტომაც თქვა, რომ მათ ერთ კვირას ვაძლევთ, რადგან ამდენ ხანს გრძელდება. ეხლა სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ შეუძლებელია ეს დამთხოვა იყოს, რომ რეჟიმმა სწორედ 4 ივლისის შაბათ-კვირა აირჩია ამ დაკრძალვისთვის. კარგი, რადგან ბოლოს და ბოლოს ის 28 თებერვლიდან გარდაცვლილია. აუცილებელი არ იყო ეს ამ შაბათ-კვირას მომხდარიყო, ხომ ასეა? ეს არის შეტყობინება შეერთებული შტატებისთვის. ადავივიწყოთ, რომ გზავნილი ასეთია. ისინი არიან ისინი, ანუ შეერთებული შტატები ზეიმობს. არის ფეიერვერკები და ტრამპი თავის მიღწევებზე ამაყობს. და ჩვენ მართავთ მასიურ დღესასწაულებს, ხოლო ისინი გლოვობენ, მაგრამ ეს გლოვა უფრო დიდ ფესტივალად არის ქცეული. და ამას იმავდროულად ვაკეთებთ, როცა ვყვირით, მოკალით ტრამპი. ეხლა მოდით საერთაშორისო მხარეზე ვისაუბროთ, კარგი? და ირანელები ამ ყველაფერს აძლიერებენ. მაბატიეთ, ისინი სარგებლობენ ყველა ამ საერთაშორისო დელეგაციით. თქვით, რომ 70 დელეგაცია იყო. გავიარეს სიები, თუ ვინ არის იქ და ვინ არ არის. და სიმართლე ისაა, რომ ირანელები ცდილობენ დაეწიონ სხვებს. მათ აქვთ, მაბატიეთ, რეჟიმი, არა ირანელები. ისინი თამაშობენ. მათ დიდი პრობლემა აქვთ. თუ დავაკვირდები ვინ არის იქ და ვინ არა, არც ერთი ადამიანი ევროპიდან არ არის. და იცით, ევროპას რთული პარტნიორები ჰყავს. არც ერთი ადამიანი ევროპიდან. აფრიკიდან. თურქეთს ევროპას მიაკუთვნებდით? კარგი, თურქეთი, ნატო. არ ვიცი, კარგი, არა, ევროპა. არა, ევროპა. სწორია. მაგრამ კარგი. აფრიკა. ალჟირიდან ვიღაც დავინახე და ვფიქრობ, რომ ეს ასეა. და ალჟირი, რა თქმა უნდა, საშინელი ავტორიტარული რეჟიმია. მაგრამ აფრიკიდან, სუბსაჰარული აფრიკიდან ვნახე, იყო თუ არა ვინმე სამხრეთ აფრიკიდან, რომელიც როგორც იცით, ისრაელის მეგობარი არ არის. არავინ დავინახე. სხვა სიტყვებით, ევროპა, აფრიკა. ლათინურ ამერიკასაც შევხედე. კუბაზე გადავედი. ფიქრობ, უნდა იყოს კუბის დელეგაცია, ან ვენესუელის დელეგაცია. არა, არც ერთი. აზიისკენ შევხედე. აბა, ირანელები რაზე ლაპარაკობენ? ირანელები ამბობენ, რომ პაკისტანის პრეზიდენტი ხავთ. და მე ვამბობ, რომ ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. მოდი ამაზე ცოტა ხანში ვილაპარაკოთ. რუსეთიდან პუტინი არ მიდის. საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიდის. ისინი აგზავნიან ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს ძალაუფლება. ეს თითქმის მინიმუმია, რაც შეიძლებოდა რუსებმა თქვეს. ჩინელებმა არ გაგზავნეს თანაბარი რანგის წარმომადგენელი, ანუ პრეზიდენტი, ან თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, როგორც ინდაც დაარქვით. მათ საგარეო საქმეთა მინისტრიც არ გაუგზავნიათ. მათ გაგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. სხვა სიტყვებით რო თქვათ, მათ უბრალოდ ფორმალურად მოიქცნენ. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ როგორც რუსეთმა, ასევე ჩინეთმა თითქმის მინიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობები შეენარჩუნებინათ. კარგი, ეხლა საინტერესო იყო საუდის არაბეთის დელეგაციაც. რატომ არის ეს საინტერესო? იმიტომ, რომ საუდის არაბეთი ამ რეჟიმის სამიზნე იმიზნე იყო. მასზე დრონებითა და რაკეტებით ესროლეს და ეს ძალიან არ მოეწონათ. სხვათა შორის, ირანის ექსპერტმა ამ კვირას აღნიშნა, რომ იმ დელეგაციებს, რომლებთანაც რევოლუციურ გვარდიას პრობლემა აქვს, მაგალითად საუდის არაბეთს, თითოეულ ამ დელეგაციას მიეცა ყურანიდან აიათი, რომელიც შესაბამისი იყო, ეს იყო მინიშნება მათთვის და საუდის არაბეთისთვის რაღაც ღალატთან დაკავშირებით, ან იმაზე, რომ იცით, მეგობრების მოტყუება. ყველა დელეგაცია, რომელიც იმ ქვეყნიდან იყო, რომელთანაც ირანი გაბრაზებული იყო, ომში იყო. ადანაშაულებს ისრაელის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობაში ან შეერთებული შტატების მხარეს დგომაში. მიიღო ყურანიდან აიათი, რომელიც მათკენ ნიშნის მოგებითაა მიმართული. ეხლა ერთი რამ მინდა აღვნიშნო. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასარგებლოდ, რომლებმაც დელეგაცია არ გაგზავნეს დაკრძალვაზე. და ასევე საინტერესოა ისიც, რომ ახლახან შეგვატყობინეს ეს. დადასტურებულია, რომ ასეა. ისრაელმა რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სისტემა გადასცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რათა დაეხმაროს ირანული რაკეტებისა და დრონების თავდასხმისგან თავის დაცვაში. მაგრამ ერთი ბოლო სიტყვა. ყველაზე შემაძრწუნებელი დელეგაცია ჩემი აზრით, რადგან უმეტესობა მაინც არ იყო სიურპრიზი.
მართალია ვიცი თქვი რომ ისინი მეორე ეშელონია. ეს ნამდვილად ასე არ არის. ეს პუტინი არ არის. ეს ის არ არის, მაგრამ კარგი, ეს სიმბოლურია. ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ლიბანი. ისრაელმა და ლიბანმა ახლახან ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს, რომლის შუამავალი იყო სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. და ეს ნამდვილად ყველასთვის სიხარულის მიზეზი იყო, რადგან ამ შეთანხმებაში ეწერა, რომ ისრაელი და ლიბანი ებრძვიან ჰეზბოლას, ირანის პროქსის და ისრაელი მართლაც ებრძვის მას. ისრაელი გარკვეული კერებიდან, ჰეზბოლას კერებიდან გაიყვანს ჯარს, რათა ლიბანის არმიამ შეძლოს ჰეზბოლას გაწმენდა ამ ადგილებიდან. არავინ ითხოვს ისრაელისგან სამხრეთ ლიბანიდან გასვლას, სანამ მათი საქმე არ დასრულდება. და ამ შეთანხმების მთავარი მისია, მთავარი აზრი იყო ის, რომ ირანს არ შეეძლოს ლიბანის სუვერენიტეტის ხელში ჩაგდება. და ვინ უნდა წასულიყო დაკრძალვაზე თუ არა ლიბანის თავდაცვის მინისტრი. ეს მართლაც შემაძრწუნებელია. და მართებულადაც გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ის კონგრესის წევრები ამით უკმაყოფილონი არიან. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კარგი ამბავი ისაა, რომ სირიიდან არავინ წასულა. სირია ირანის ყველაზე ძლიერი და ერთგული მოკავშირე იყო არაბულ სამყაროში. ირანი, რა თქმა უნდა, არ არის არაბული ქვეყანა. ის მუსლიმური ქვეყანაა, მაგრამ არ არის არაბული ქვეყანა. სირია ასადის მმართველობის დროს თაობების განმავლობაში ირანის ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე იყო არაბულ სამყაროში. დღეს კი ურთიერთობა საშინელია. სირიის ახალ რეჟიმს სძულს ირანი, მათ სძულთ ჰეზბოლა. და ეს დროის ნიშანია. სირიიდან არავინ წავიდა. ლიბანთან დაკავშირებით არ მომეწონა ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრი გაგზავნეს. მაგრამ მინდა რამდენიმე რამ გითხრათ, რაც შეიძლება ცოტა ნაკლებად შეგაშინოთ. პირველ რიგში ადამიანი, ვინც მართავს ლიბანის არმიას, არის პრეზიდენტი, რომელიც სამხედროების ყოფილი გენერალური შტაბის უფროსია და ეჭვი არ არის, რომ ის აკონტროლებს არმიას. და თავდაცვის მინისტრის როლი ამჟამინდელ მთავრობაში არის, თქვათ ესე, ის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტისგან გზავნილებს გადასცემს სხვებს. მეორეც, შესაძლებელია თუ არა, და ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ასეა, რომ ის იქ წავიდა ირანელებთან გვერდითი შეხვედრების ჩასატარებლად და უთხრა, რომ ჰეზბოლას უნდა ჩამოერთვას იარაღი. ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ეხლა ამას დროთა განმავლობაში შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია ეტაპობრივად გავაკეთოთ, შეგვიძლია ნელ-ნელა გავაკეთოთ. მაგრამ თქვენ აღარ გეყოლებათ შეიარაღებული პროქსი, შეიარაღებული დამოუკიდებელი ჯგუფი სუვერენულ ლიბანის ტერიტორიაზე. ეხლა მინდა იცით, უბრალოდ ერთი გვერდითი შეხვედრა გჭირდებათ და ეს მესიჯი გადაეცემა, ხომ ასეა? სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რატომ თავდაცვის მინისტრი? ის არის ადამიანი, რომელიც პასუხისგებელია, იცით, დიზაინზე. და ასე რომ შესაძლებელია, ხომ ასეა, რომ მან თქვა, კარგი და შეგიძლიათ, ჩვენ აღარ გვინდა ირანის რევოლუციის გუშაგები ჩვენს ქვინიცის. ვინ იცის? იცით, მე აქ მოვედი, რომ პატივი მივაგო თქვენს ყოფილ უმაღლეს ლიდერს, მაგრამ ეს არის ლიბანის მთავრობის გზავნილი. შესაძლებელია ეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამის ცოდნის საშუალება არ მაქვს. მე ეჭვი მეპარება, რომ მთელი ამ არეულობისა და მუდმივი მსვლელობებისა და აღლუმების ფონზე გვერდითი შეხვედრებისთვის დრო იყოს. არ მინდა ამას დღესასწაულები უწოდო, რადგან ეს დაკრძალვაა. იცით, დიპლომატიაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც საქმიან დაკრძალვას უწოდებენ. საქმიანი დაკრძალვა. სადაც ყველა მიდის ხო ასეა. და მათ ჰქონდათ, მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ჯონსონმა შეცვალა კენედი, იცით, ძალიან განსხვავებული გარემოებები იყო. დიახ. 1963 წელს. ასე რომ ყველა ეს საერთაშორისო ლიდერი ჩამოვიდა, დი-გოლი, ბრიტანელები და ასე შემდეგ და მათ ყველას შეხვედრები ჰქონდათ ახალ პრეზიდენტთან. მართალია, ეს იგივე არ არის. თუნდაც ისინი მოკლე იყოს, მათ იყენებ მოკლე გზავნილის გადასაცემად. არა, მართალია, მაგრამ ეს საერთოდ არ არის იგივე. და მიზეზი, რატომაც ეს საერთოდ არ არის იგივე, ისაა, რომ შენ არ საუბრობ მდრულად განწყობილ ქვეყნებზე ომის შუაგულში. ასე რომ, იცი, ეს ერთი რამეა. და ასევე, თუნდაც ყველაზე მდიდრული დაკრძალვები შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ჯონ კენედისთვის და ასე შემდეგ, პრეზიდენტისთვის, რომელიც მოკლეს, რაც უზარმაზარი ამბავია. ისინი, ეს არ იყო ესეთი უსასრულო აღნიშვნა. და კი, დარწმუნებული ვარ, ლიდერები ნამდვილად წავიდნენ. და კი, მათ ჰქონდათ ცალკე შეხვედრები, ეს განსხვავებულია. შესაძლებელია, რომ ეს მოხდა, მაგრამ იცით, თეირანის რეჟიმის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ეს ოდნავ მაინც აინტერესებდეთ, რადგან რასაც ისინი ამბობენ არის ის, რომ ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. პრეზიდენტი ტრამპი ჩვენ ამას შურისძიების ღონისძიებას ეძახიან. ეს შურისძიების დაკრძალვაა.
ისინი ამბობენ მოკალით ტრამპი, რა თქმა უნდა მოკალით ნეთანიახუ. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ამაში ის, რაც ასე შეშოს ეხება, რადგან პლაკატებზე წერია მოკალით ტრამპი. და სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს ყოველთვის იყო რეჟიმის დევიზი. მაგრამ ეხლა საინტერესოა, ასე რომ მაშინ როცა ტრამპი ამბობს, რომ ისინი გარიგებაზე ოცნებობენ, ჩვენ ვიცით, რომ ეს აბსურდია. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ მოუგეს ომი მსოფლიოს უდიდეს ზესახელმწიფოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ გააგრძელონ ურანის გამდიდრება. და შეიძლება ეს თქვა, რამდენიმე დღის წინ ირანის რეჟიმის მთავარმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა იცოდეს, რომ ამ ზავების არც ერთი წუთი არ დაგვიკარგავს, არც ერთი. ჩვენ ვაშენებთ თავიდან, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი იარაღისა და ბირთვული იარაღის შექმნას. და სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ არსებობს ბირთვული ობიექტი. არა ის სამი ობიექტი, რომელსაც აშშ-ში ბომბავს, ან ისრაელი და შეერთებული შტატები. არამედ ძირითადად B2 ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც ბუნკერს საწინააღმდეგო ბომბებს იყენებენ. ეს მოხდა. რომელიც შეერთებულმა შტატებმა იმ ობიექტებზე გამოიყენა, მაგრამ სხვა ობიექტზე. და ამაზე მუშაობენ, ასე რომ იცით. და ამას ამბობენ კიდეც. და კიდევ ერთხელ, როცა ამბობენ, რომ უნდათ შენი მოკლა, დაუჯერეთ, მართლა ასე ფიქრობენ. ამას ამბობენ. და როცა ამბობენ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, გარკვეულწილად მართალიც არიან. ჯერ არა, ყველაფერი დასრულებული არ არის. მაგრამ რაც მართალია ამაში ის არის, რომ მათ ისე ექცევიან, როგორც რეჟიმს, რომელიც ვაშინგტონთან თანაბარ პირობებშია. და ეს აღმაშფოთებელია. ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი გამარჯვებას აცხადებენ. მინდოდა ორ საკითხზე მესაუბრა. ერთი მგონი მოკლედ ვახსენეთ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ახალი უმაღლესი ლიდერი იქ არ იყო, კარგი. და ეს არის ადამიანი, რომელიც მარტის პირველ კვირაში გახდა ახალი უმაღლესი ლიდერი. და არავის უნახავს იგი, არავის გაუგონია მისი ხმა. და არავინ იცის, როგორ გამოიყურება იგი. და არავინ იცის, რამდენად მძიმედ იყო დაჭრილი, თუ საერთოდ დაიჭრა. და ეს სისუსტის ნიშანია, რომ რა არის ეს 4 თვის შემდეგ. შეიძლება ის გარდაცვლილი იყოს. შეიძლება ის იყოს. ვინ იცის? არავინ იცის, ვინ არის ის და რა ხდება. და იქ მთელი კითხვა დგას. რა არის ავტორიტარული რეჟიმი ავტოკრატის გარეშე, ხომ ასეა? და თუ არა ის, მაშინ ვინ მართავს ყველაფერს? გულისხმობ, ყველა ფიქრობს, რომ ეს არის რევოლუციური გვარდია. მაგრამ ეს რეჟიმის სისუსტის ნიშანია. და არა, ხო ვიცით, და ისინი მოვიდნენ 1000 საბაბით. ეშინოდათ, რომ ისრაელი მას გაანადგურებდა. სისულელეა. ის იქ არ არის, რადგან რაღაც ძალიან არასწორადაა. სხვათა შორის ხამენეის სხვა ვაჟები იქ იყვნენ. სწორია. ასე რომ ესეც უკვე საეჭვოა ისრაელის თავდასხმის საქმეში. მაგრამ კიდევ ერთი რამ არის. ან შეიძლება ის უკვე გარდაცვლილი იყოს, ისრაელის ტელევიზიაში არის ირანის ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ ეჭვი არ არის, რომ ის გარდაცვლილია, რადგან მას შეეძლო თუნდაც ვიდეო მიმართვა ჩაეწერა. მას შეეძლო ჩაეწერა ვიდეო მიმართვა და გაეგზავნა. იცი, ადრე ვუყურებდით. ნასრალამ, ჰეზბოლას ლიდერმა ნასრალამ ვიდეო მიმართვები ჩაწერა, რადგან არ უნდოდა, რომ მის ბუნკერში ან სადმე სხვაგან დაეჭირათ. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. მან ესეც კი არ გააკეთა. ასე რომ კითხვა ისმის, მკვდარია? ასე მძიმედ არის დაჭრილი, კომაშია, ისე დამახინჯებულია ან დაჭრილია, რომ ამას ვერ შეძლებდა. მართალი ხარ, ეს სისუსტის ნიშანია, მაგრამ ხედავ, ეს გარკვეულწილად ნიშნულობას კარგავს, რადგან რაც ხდება ისაა, რომ რევოლუციური გვარდიელები ამბობენ, სულ ამბობენ, არა, მუთჯაბა ამბობს, ამას ვერ გავაკეთებთ, მუთჯაბა ამბობს, იმას ვერ გავაკეთებთ. ახლა მართლა ვინმე ამას ჯერა, არ ვიცით. ასევე ხუმრობდნენ იმაზე, რომ რადგან ინტერნეტი რთულად მუშაობს და ერთი ადგილიდან მეორეში შეტყობინების გაგზავნა ძნელია, ამბობდნენ, რა, მტრედით გადმოგიგზავნა ეს ამბავი. გულისხმობ, ამაში მართალი ხარ. მაგრამ კიდევ ერთხელ, აღქმა ახლო აღმოსავლეთში ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც მნიშვნელოვანია, ირანის ხალხი თუ ისინი ამ მომენტში ადამიანები, რომლებიც ნამდვილად სჯეროდათ, რომ ტრამპი მათ დაეხმარებოდა, ხელს შეუწყობდა რეჟიმის დამხობას, ეხლა ტრამპში იმედგაცრუებულები არიან. ადრე აქებდნენ მას, უქებდნენ მას. ეხლა შეშფოთებულები არიან. შეშინებულები არიან, რომ ეხლა რეჟიმი დარჩება, როგორც არ უნდა იყოს. იქნება ეს მუჯთაბასთან ერთად, თუ მის გარეშე. ისინი დიდ საფრთხეში არიან, თუ რეჟიმს არ დაამხობენ.
და კიდევ ერთი რამ არის. ერთ-ერთი რამ, რაც ამ ურთიერთგაგების მემორანდუმმა ირანთან თითქოს და უკვე გააკეთა, არის ის, რომ გარკვეული აქტივები უკვე განიბლოკა. თქვენ ამ რეჟიმს ფულს აძლევთ. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც ირანის ხალხს შეიძლება დაემართოს. დამიჯერეთ, მათ სუპერმარკეტებში თაროებზე პროდუქტები არ აქვთ. ბანკომატებით სარგებლობაც არ შეუძლიათ. იქ კატასტროფაა, მაგრამ არა რეჟიმისთვის. ნებისმიერი თანხა, რაც შევა, ხალხამდე არ მივა, რა თქმა უნდა, მარკ. ის ფული ბოროტ ლიდერებს მიუვათ და მათ კომფორტში დატოვებს. და ეს მათთვის საკმარისია, რომ უბრალოდ როგორღაც გადარჩნენ. შეიძლება. არ მინდა შენთან კამათი, მაგრამ მაინც ვაპირებ კამათს. კარგი, გააგრძელე. გულისხმობ, მართალი ხარ ყველაფერში, რასაც ამბობ, რომ რეჟიმი, როგორც ჩანს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიიღებს გარკვეულ თანხას. თუმცა ტრამპმა, ვანსმა და რუბიომ თქვეს, რომ მათ უნდა გააკეთონ რაღაცები, სანამ ფულს მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ფულს ხელმოწერისთვის არ იღებენ. ისინი ფულს იღებენ შესრულებისთვის, წინსვლისთვის, პოზიტიური ნაბიჯებისთვის და არა დაპირებებისთვის. მათ რეალურად უნდა გააკეთონ რაღაცები ჯერ. მაგრამ მინდა შემდეგი ვთქვა. ვიცით, რომ ირანის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ომის დაწყებამდე, თვეების განმავლობაში. სინამდვილეში. ამიტომაც იყო იანვარში დემონსტრაციები, ხომ ასეა. ირანის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში იყო. ვერ ბოლობ საკმარის ზედსართავებს, რომ აღვწერო, რამდენად ცუდად იყო ირანის ეკონომიკა. შემდეგ ამას ემატება ის თვე და ნახევარი, როცა ისრაელმა და ამერიკამ ირანის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს და განადგურება მოახდინეს. კარგი. ამიტომ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ საშინელი, სამჯერ საშინელი ეკონომიკური მდგომარეობა და ამას უნდა დაუმატოთ ყველა ის იერიში ირანზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა განახორციელეს. ეს ნიშნავს, რომ თუ ადრე -20-ზე იყვნენ, ეხლა -40-ზე არიან. ამიტომ მე ესე აღფრთოვანებული არ ვარ, იმით რომ ცოტა ფული მისცეს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მათი სტანდარტი იმდენად დაბალია, რომ არ ფიქრობ ეს რამეს შეცვლის. ესე იგი, ეხლა მათ შეუძლიათ ნავთობის გაყიდვა, ხომ ასეა? ეს იყო მთავარი რამ, რაც ამერიკელებმა მათ მისცეს. მათ შეუძლიათ გემების ექსპორტი, თუ სხვებსაც მისცემენ გემების ექსპორტის უფლებას, ხომ ასეა? ამიტომ ამბობ, კარგი, ეს მართლა რაღაცას ცვლის. ისინი ძალიან დაბლა არიან. ეს მართლა გააძლიერებს რეჟიმს. ეხლა ცხადია, ცოტა უფრო ძლიერად გახდის, მაგრამ ეს რაღაცას ცვლის და აქ მაქვს კითხვის ნიშანი. მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ისაა, რომ გითხარით, ვფიქრობდი, რომ რუსები და ჩინელები უბრალოდ ფორმალურად მოქმედებდნენ, ხომ ასეა? მათ დაბალი რანგის წარმომადგენლები გაგზავნეს, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. მათ აქვთ ეს არაფორმალური ან ფორმალური ალიანსები ირანელებთან და აგზავნიან ხალხს. ვინ არ ჩაერთო ამ თამაშში? ვინ მოლოდინს გადააჭარბა? შენი მეგობარი რუთი პაკისტანელი იყო და მინდა ორი სიტყვა ვთქვა პაკისტანელებზე შენი აზრით. პაკისტანელებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან. სინამდვილეში თუ ბაღდადის პაქტზე ან იმაზე ილაპარაკებ, რასაც ადრე ცენტო ეწოდებოდა, სადაც ყველა ეს ანტისაბჭოთა ბლოკი იყო, იქ იყვნენ პაკისტანელები, ირანის შახი და ერაყის მონარქია. ეს იყო იდეა. ყველა ამ ქვეყანას, როგორც იცით, საზღვარი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ისინი იყვნენ ამ რეგიონის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ჩრდილოეთ წვერზე. და იდეა იყო, რომ იქნებოდა ეს პრო-დასავლური ალიანსი და პაკისტანელები ყოველთვის იქ იყვნენ. და პაკისტანელებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ შეერთებულ შტატებთან, რადგან ისინი მტკიცედ ანტიკომუნისტები იყვნენ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი და ეშინოდათ საბჭოთა გავლენის. ურთიერთობა ძალიან ფორმალური იყო და სინამდვილეში ცივი ომის დროს დემოკრატიულ ინდოეთთან ურთიერთობა, დემოკრატიული ინდოეთი რუსების მხარეს იდგა. ან ისინი მიუმხრობლობის მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ სურდათ დასავლეთის ნაწილი ყოფილიყვნენ. ისინი რაღაც სხვა იყვნენ, ხომ ასეა? ეს უკვე იმაზე მია დამოკიდებული, რამდენად დადებითად შეხედავ მიუმხრობლობას. ასე რომ პაკისტანს ამერიკასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთ თაობაზე მეტი ხნის განმავლობაში. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ისრაელის საკითხში პაკისტანი არასდროს ყოფილა პოზიტიური მოთამაშე. ისრაელის მიმართ ისინი ყოველთვის სრულიად უარყოფითები იყვნენ. იცით, პაკისტანის პასპორტებზე დღემდე წერია: ვრცელდება ყველა ქვეყანაზე გარდა ისრაელისა და მხოლოდ ისრაელისა. და მათ არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა ისრაელთან. ეგვიპტემ გააფორმა მშვიდობა ისრაელთან. ფიქრობ, კარგი, მაშინ პაკისტანმაც შეიძლება გააკეთოს ეს? არა. იორდანიამ გააფორმა მშვიდობა ისრაელთან. ფიქრობ, პაკისტანმაც შეიძლება გააკეთოს ეს? ისინი არ არიან არაბული ქვეყანა. მათ არ აქვთ კონფლიქტი ისრაელთან. არა. აბრაამის შეთანხმებების შემდეგაც კი არაფერი. და რომ თავი შუამავლად წარმოაჩინეს, ხომ ასეა?
ისინი შუამავლობენ ამერიკასა და ირანს შორის. ეს არანაირად არ უკავშირდება ისრაელს, რადგან მათ არ სურთ რაიმე კავშირი ისრაელთან. და ეს იმიტომ ხდება, რომ ეს რეჟიმი აგებულია ისლამურ იდენტობაზე, რომელიც მტრულად არის განწყობილი ისრაელის მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ საკუთარი ადგილობრივი თალიბანის, ადგილობრივი ექსტრემისტების, რომ პრობლემას შექმნიან, თუ თავად ისრაელზე რამე კარგს იტყვიან. მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზია, რა ლოგიკაა. ფაქტია, რომ ეს ქვეყანა ფუნდამენტურად მტრულად არის განწყობილი ისრაელის მიმართ. ის ისრაელის მტერიც კი არის. და ჩვენ ძალიან უნდა გვაშფოთებდეს მათი შუამავლის როლში ყოფნა, რადგან მათ არ აქვთ სულ მცირე ჩვენი ისრაელის ინტერესები. თუ აქვთ კიდეც იცით, ისინი მტრულად არიან განწყობილნი ებრაული სახელმწიფოს მიმართ. ამას ვერაფრით დაამშვენებ. ისინი უკიდურესად მტრულად არიან განწყობილნი ებრაული სახელმწიფოს მიმართ. ეხლა კი ვისაუბროთ კატარზე. შუამავლების თემას რომ შევეხოთ, კატარია ის ადგილი, დოჰა ის ქალაქი, სადაც ამ შეხვედრების დიდი ნაწილი ტარდება და ასე შემდეგ. კატარი სრულიად დასავლეთის მტერია. კატარმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი თვითმფრინავი აჩუქა. კატარმა შეაღწია უნივერსიტეტებში მთელ შეერთებულ შტატებში. კატარი ყველგან ყიდულობს გავლენას. როგორც ვიღაც ამბობს, ეს ხო ბანკომატია. ეს არის ბენზინგასამართი სადგური ბანკომატით და თავის გავლენას ყველგან იღენებს. და ვფიქრობ, ეს უზარმაზარი შეცდომაა შეერთებული შტატებისთვის, რომ მას რამეში ენდოს, რადგან რეალურად ის უკვე რამდენიმე ათეული წელია პასუხისმგებელია ამერიკელი სტუდენტების ინდოქტრინაციაზე. ამან გამოიწვია ის, რომ ეხლა ვხედავთ ამ შრომის ნაყოფს, როდესაც კომუნისტები დემოკრატიულ პრაიმერიზებში იმარჯვებენ. ხედავთ, რომ ახალგაზრდები ყველაზე უარეს სწამთ. სხვათა შორის პრეზიდენტმა ტრამპმაც ამაზე ისაუბრა. მან თავის სიტყვაში მარქსიზმზე ისაუბრა და ასე შემდეგ. საკითხი ისაა, რომ ყატარმა ეს გააკეთა. ყატარმა უზარმაზარი თანხები დახარჯა ამისთვის, უნივერსიტეტებში გავლენის შესაძენად, მაგრამ არა მხოლოდ კომპანიების შესყიდვით და ასე შემდეგ. ეს არის რბილი ძალა, რომელიც ძალიან გავრცელებული და შემღწევია. და რომ ყატარი და პაკისტანი ერთად უნდა იყვნენ, ეს ორი ქვეყანა, რომლებიც შუამავლობენ ომში, რომელიც აშეშომ უნდა მოიგოს. ეს არ შეიძლება უბრალოდ დასრულდეს პატარა შეთანხმებით. კარგი. და სხვათა შორის კიდევ ერთი საკითხი, ჰორმუზის სრუტე. გესმით, რომ ეს საქმე რომ უნდა დაამტკიცონ, უნდა მისცენ გემებს გასვლის უფლება. და მერე ეს. და მერე ამბობენ და მერე რეჟიმი ამბობს. კარგი. და 60 დღიანი შემდეგ ნახავთ, მოგცემთ თუ არა ნებას. აი რა ხდება. ისინი ჰორმუზის სრუტეს მძევლად ამყოფებენ და შეერთებული შტატები ამას ესეთი რიტორიკით ხელს უწყობს. კარგი, თუ ისინი გემებს გაატარებენ, ჩვენ მათთან კეთილები ვიქნებით. არა, ეს საერთაშორისო წყლებია. და ეხლა ირანი იცის, რეჟიმმა იცის, რომ შეუძლია სრუტე მძევლად აიყვანოს. ეს ასევე გზავნილია სხვა სრუტეებისთვის, სხვა წყლის გზებისთვისაც. ეს ძალიან ცუდია. და ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც წლები ააქებს პრეზიდენტ ტრამპს მისი მრავალი საქმისთვის, არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მსოფლიოსა და შეერთებული შტატებისთვისაც. ამ საკითხში ვფიქრობ, ის არასწორად თამაშობს თავის კარტებს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბოროტი განზრახვით ხდება. ვფიქრობ, ის შეცდომას უშვებს, როგორც ბევრი ამერიკელი ლიდერი წარსულში. დიახ, ჩვენი დრო იწურება, მაგრამ მინდა კატარზე უპასუხო. და თქვენთან 100% ვეთანხმები. ისინი ძალიან ბოროტი მოთამაშეები არიან. დიახ, ფული, რომელიც მათ სხვადასხვა რამეში ჩადეს, ხელს უწყობდა ბევრ რამეს, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც. მინდა რაღაც გითხრათ. რამდენიმე თვის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიიღეს გადაწყვეტილება აღარ დაუშვან თავიანთი სტუდენტები ბრიტანეთში სასწავლებლად, რადგან ამბობენ, რომ ბრიტანეთის უნივერსიტეტები ის ადგილებია, სადაც მუსლიმთა საძმოში იბირებენ და ეს ხომ კატარის ფულია, არა? ამიტომ კატარის ფულზე შეშფოთებული მხოლოდ ისრაელები არ არიან. დიახ. მაგრამ გეტყოდით, რომ ვეთანხმებით თქვენს ნათქვამს. თუმცა არ მინდა შემთხვევით გადააჭარბოთ თითქოს ეს ყველაფერი, მამდანის, ანტიისრაელიზმი, ეს მემარცხენე რადიკალები, რომლებიც დემოკრატიულ პრაიმერიზებში იმარჯვებენ, თითქოს ეს ყველაფერი კატარის ფულის ბრალია. ამ ყველაფრის უკან სხვა უამრავი მიზეზიც დგას. ეს მხოლოდ კატარის ფული არ არის, ხომ ასეა? ასევე არ ვფიქრობ, რომ თქვენ ან პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა უწოდოთ მათ კომუნისტები. შეგიძლიათ მათ მარქსისტები უწოდოთ, შეგიძლიათ მემარცხენეები უწოდოთ. მაგრამ ისინი კომუნისტები არიან. კარგი, ასე რომ ამ საკითხში არ გეთანხმებით. მინდა კიდევ რაღაცა ვთქვა კატარზე და ამის შემდეგ უნდა დავასრულოთ.
მაგრამ შენ ახსენე ბევრი ცუდი რამ, რასაც კატარი აკეთებს და არ გიხსენებია ალ-ჯაზირა. ხო, რომელიც სრულიად 100%-ით კატარის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული არხია, ხო ასეა. და ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ სულ მცირე, მე ინგლისურს ვიგებ, რაც ისედაც ცუდია, მაგრამ არაბულ არხზე გავრცელებულია საზიზღარი ანტისემიტიზმი, საზიზღარი ანტიამერიკანიზმი და ანტიდასავლურობა, რაც ტერორიზმს ახალისებს. ეს იყო თალიბანისა და ალ-ქაიდას რჩეული არხი, ხომ ასეა? და ის ჯერ კიდევ აგრძელებს თავისი ბოროტი მასალის გავრცელებას. და ამას დავასრულებ ერთი ისტორიით ჩვენი მაყურებლებისთვის. იცით, ომის პირველ კვირებში 28 თებერვლიდან ირანიდან ყატარში რაკეტები ისროლეს და ყატარმა განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო ობიექტებს ესხმოდნენ თავს და ასე შემდეგ. და შემდეგ, როგორც ჩანს, შეთანხმება შედგა. მე იქ არ ყოფილვარ, მაგრამ იუწყებოდნენ, რომ ყატარელები უზრუნველყოფდნენ, რომ ალ-ჯაზირა ირანის რეჟიმს ზედმეტად არ გააკრიტიკებდა და ყატარზე რაკეტები აღარ იქნებოდა. და გამოიცანით, რა მოხდა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყატარზე მეტი რაკეტა აღარ ჩამოვარდნილა და ალ-ჯაზირამ ირანის კრიტიკა შეწყვიტა. აი ამას ეძახიან თავისუფალ მედიას. რა თქმა უნდა, ნახეთ, დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ აღარ დაგვრჩა დრო ისრაელის არჩევნებზე სასაუბროდ. ამაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, რომელიც ახლა ერთ კვირაზე მეტში იქნება. მიხარია, რომ მაშინ გნახავ, რუთი. მეც ასევე, მარკ.